ჩემი გოგო, ეს რამდენი რამე ჩამოუტანია ამას დენაცვალე. აი, აბა კენჯვენი განჯერა ნოგიყურე. დაგშვები ხაბა მითხარი მომიყევი შენი ამბები. რა ვიცი აბა, მოდი ხო იყოს და მითხარი. რა ვიცი აბა, ბილეთი რო დამეკარგა, წირო არ დამსვეს და შოშაში რო არ გამიჩერეს კეცისთვის თუ ამებს ჩავთვლით? ვარ რა. არა მიშავს, კარგად ვარ. Რამდენი რამე მარტომ როგორ ამოიტანე თუ? მე არა, მარშრუტკის მძღოლმა ამომატანინა. და იწუწუნა ხომ მძღოლმა. მძღოლს ხმა არ ამოუღია. ეს ხალხი რაღაც აყაყა და დაიწყეს წუწუნი, ეხლა ამას როდის აატანინებსო, მერე ჩვენ სახლში როდის უნდა წავიდეთო, ვაიმე, ისე გადავხედე, ისეთი თვალები თელ მარშრუტკას. მეტი საქმე არ მაქვს, ეხლა ვიღაცას რაღაცეები ვუხსნა რა. აბარა. ვაიმე, ყოჩახ რამინის რა რამდენი რამე გამოუტანებია რა. ყოჩახ, აი სოფელი მაინც რაღაცნაირად მდიდარია, ხო? ხო, აბა მოდი რა შეგიყვარს ყველაფერი. ესე იგი რამინი კარალიოკი და კაკალიც გამოგატანა? კაკალი გამომატანეს და კარალიოკი წამოვიღე. ხო, ის თამრი აქ ქვემოთ მიდი შეიკალე, ქვემოთ არის ვირისტერფა. შენ წამოგიღე, კენჭისთვის ყოფილა მისწრება, ვიცოდი და წამოვიღე. კეთო, ბატო ლაზერით დავიშალე. კარგი, ეხლა თამრი ლაზერს ენდობი და ვირისტერფას არა? არა. აიმე, ხო არ დაგაცდიან რა. აი ძლივს დარჩით მე და შენ ის არის და გნიასია სახლში. გინეცვალე შენ როგორ მომენატრე. მე ალო. ხო რამინი, ხო, ჩამოვიდა, კი კარგად ვიმგზავრეო. ხო, როგორ შეწუხებულ ხარ, ჰა? რამდენი რამე გამოგიგზავნია. ხო, ვინ მოგიკითხო? ვინ ვახო? ხო რამინი, ხო, კარგი აბა, კარგი, მადლობა. კარგი. კარგი რა თამრი, ნუ მიყურებ ეხლა ესეთი თვალებით, რა მექნა გემუდარები, გეხვეწები, ნუ მიყურებ რა, მაგული იმდენი ლაპარაკა, არ გაჩერდა. მე ეს ამბავი რო უთხარი, ცოტა ხანს დასწნარდა, მეც დამასვენა და გაჩერდა და მე ხმა აღარ ამოუღია. რა მექნა, ხო? მაგული ისევ არაჩერებს, ხო ენას? მაგათ მე მგონი გენშია, ხო? ივდით ბებიას 12 წლის იყო და ხეზე ადიოდა კაკალი უნდა დავბერტყოვო. ხო. აბა რა შვებიან სხვები, მიმოზა რა შვება, როგორ არის რა, როგორ იქნება დამრი ეხლა სოფლის პირობაზე კარგად არიან რა. მიმოზა მე ერთ დღეს ხაჭაპური შემომიტანეს ცხელი ისეთი გემრიელი ხველი ხო იცი? მიმოზა ოქროა. მერე გასულა მადონასთან და უჭორავია. მიმოზა? ხო. მიმოზა სახლში არ არის შემოსაშვები. როდის გეუბრებოდი და არ დამიჯერე? არ დაგიჯერე. არ დამიჯერე. შენ მოგიკვდი მე. რა ვიცი თამრი, აბა კიდე რა გითხრა, მთელი სოფელი ქალაქშია გახიზნული. არავის აღარ უნდა შენ სოფელში გაჩერება რა. მამუკა ხო იცი, მამუკა? ჩენი. ხო, ქუთაისშია. ის დალის ბიჭი კაკუ და ხო გახსოვს ბავშვობაში რაღაცა, მაგრამ შენ რო ბურთი წართვი გახსოვს და რომ გამოგეკიდა მე რო გადავარდა ხრამში. ხო, თბილისში
ნიშია და დაცვის პოლიციაში დაუწყია მუშაობა. ოჩო. კიდე ვინ გითხრა? კახი? ხა კახი კიცი მილანშია და კახი კარგად არის. კი, კარგად არის და რა ვიცი დამრი, მეტი რა მოგიყვი, არავის აღარ უნდა სოფელში გაჩერება. აი, ესია საქმე. ხო, აი ერთი ეს ვაჟბატონი არ გადახვეწილა აქედან. ხან ჩხეიძეებშია და ხან რა ვიცი აქ იყო მოსული. მაგის სახელი აღარ მიხსენო, მე გიგრძელავ მაგის სახელის ხსენებას. კარგი, ეხლა რაღაც რაო, რა მინდაო? რაო და ტელეფონში ხო გითხარი არა? და რა ვიცი ეხლა ხო ამას რომ მომატყოდა ხო არ ვიცოდი. ვაი, ვიცი, თამრი მაშინაც ხო აგიხსენი და გითხარი კიდეც ტელეფონში რა მექნა. ესე მეგონა, მე მოვტყუდი, მე რაღაც ვიჩხუბეთ, მე ის წავიდა, მე წამოვი. ნუ ვეღარ მოვასწავლით, თქმა და აი, არაფერი. ქეთუ. ეხლა რა მისპას. ხო, თმა გაგ ძალიან კარგად. აი ხო ესეთი თვალები გაქვს ლამაზი, მე მგავხარ რაღაც თვალწარგი. აი ამ თმამ უფრო გამოგიჩინა. კარგად გაქვს. თამრი ესე იგი კულაში ნინუებს გავხსნიათ სილამაზის სალონი. ხო, ვიფიქრე ხა შევივლით რაღაცა მოვიკითხავ ცოტა ვიჭარავებ რაღაცებს მოვყვები მეთქი და ჯერ თმა გავაკეთებინე, მე ყავაში ჩამიხედეს და ლასვა მომივიდა. ხო, ესე იგი აღარ შემიძლია თამრი, მე უკვე მეტი ნამდვილად აღარ შემიძლია. ესე იგი გეფიცები ჭიქაში ლასვა მოხდა. ხო, აი დავიძინებ, მე სიზმრება გავიხედავ, მე ჩონება გამოვიხედავ, მელანდება აღარ შემიძლია თამრი რა გემუდარები თავი დამანებოს რა. დამაძინოს, დამასვენოს, ნუ მე სიზმრება, ნუ მე ჩონება, ნუ მელანდება, დამანებოს თავი. ეგ ყოფილა შენი ბედი. აი, ვაიმე, აღარ შემიძლია რა, ჩემი ბედი და ჩემი იღბა. კარგი გაჩერდი. ხო გოგი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს დღე როდესმე დადგებოდა და აჰა, დადგა. ხო, დათო გადადის საცხოვრებლად თავის სიდეთთან. ხო, გოგი. ხო, სიდეთთან, ვაშკაცია უკვე. ხო, კაი, დაგირეკავ მე. კაი, გოგი, კარგი, მიდი, ხო. ვა, ეს რამდენი ტანსაცმელი მქონია. ავედი მე მარიგან. იცით რამდენი მეღურა გქონდა ჩვენ საიმონზე? ვა, ეთქობა გაიგეს ჩვენი ამბავი მარიკუნა და გვილოცავი. ხო, კარგი. თათე შენ ყავადალია და ისე წადი, ხო? არ მინდა. დავლი უკვე. ლეპტოპში იყო ცოტა დარჩენილი და მე ყავა არ ჩამისხავს იქ. რაკენი შენ ჩაალაგე ყველაფერი? რამე ხო არ გრჩება? ჩება, მაგრამ აღარ მჭირდება ის. გაფუჭებულია. აღარ მუშაობს და დავტოვია. კარგი რა, ხო გითხრა რა, ახალს გიყიდიო. მე ვთქვი ეგ? ხო. მეთარითი უყიდი. ეს ის მკიდველია, მარიკა, როგორ უნდა მიყიდოს? ჩემი კომპიუტერი ხო გამიფუჭა, ეს ერთი. და მეორე კიდე ახალი კომპიუტერი რომ უნდა მეკიდა, ის ფული კაზინოში დახარჯა ბოლომდე. მეც რა ვთქვი, აი, გამიკვირდა ხო ის მარიკა, ეს იოლად როგორ მაძლევს მეთქი ამ ფულს. აх, შევწდი რა. სუ შავზე უნდა დამედო ის ფული რა. ავიტეხე რა, წითელი. რა, ნუ იქცევით ბავშვები დათო. მარიკა, ამ ვარდის ფერპერანქს ავიღებ რა. ხო, აი, ირაკლი აღარ იცავს მაინც. ხო. მარიკუნა, ბატონო. მოდი ჩემთან მოვფრთხილდი ჩემო ბეღურა, მოდი. მარიკა, ის ჩემი ვარდისფერი პერანგი, სად არის ხო არ იცი, ამ საღამოს მინდა რომ ჩავიცვა რა. არიცი? შევანეთ ბავშვებს დავემშვიდობები. უი! აკოფილა მარიკა. როგორ ვერ დავინახე, ჩემი ვარდისფერი პერანგი. რანაირად იქცევი სირცხვილია. არ ვიცი მარიკა, ეთქობა სადღაც აი ქვეცნობიერად ისე მიხარია, რომ აი ვეღარ თოკავ ემოციებს, ვერ ვებრძვი. მარიკა,
ბავშვებს დაუტოვე 50-50 ლარი და ყურადღებით იყავი ვინმე არ მოიპაროს. 1000 უსაქმური დადის აქ. ვიცადე, ირაკლი მოგეხმარება ჩანთების ჩატანაში. კარგი რა მარიკო. ას მოვეხმარები, კარგი რა მარიკა, ძლივს დავჯექი რა. ძლივს დაჯექი? აჰა. გადი. აქამდე რას აკეთებდი? აქამდე ვიწექი. დიდი მადლობა. მარიკა ყველაფრისთვის. შენ ჩემთვის იმდენი სიკეთე გაქვს გაკეთებული, რომ არასოდეს არ დავივიწყე. ნახონთ. არ დაიმშვიდობები ირაკლის? დაიმშვიდობი მაგას უკვე. როდის დაიმშვიდობ? როდის და ინტერნეტი და საცმელი რომ მოინდომა ერთად. ირაკლი. მარიგუნა, უთხარი მაგას რომ გული მწყდება რომ მიდი. აი, ირაკლი გული მწყდება რომ მიდიხარო. ერთი მაგას კითხე, გული აქვს საერთოდ? დათომ ფული აქვს მაგას საერთოდო? დათო, ფული მითხარი თუ გული? რომელიც გინდა ის უთხარი, რომელი აქვს მაგას? კარგი ხო, ისა როცა გინდა მაშინ გამოგვიარე ხო იცი დათო ჩვენი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია. ო, დაკეტილი რო იყო ხო რა სამბო. აი მე ყოჩახ რა. მე ყოჩახ ამდენი ხანი როგორ გაგიძელი შენ. მე შენ ყოჩახ მარიკა. ყოჩახ. ახონდეს. კარგი. ისა რა ქვია? ხასა. რომ მიყვარხარ ესე? არასა. სანამ მე აქ არ ვიყავი. ვინმე სამე ისეთი ხო არ უკადრები. არასა. ეგრეც ვიცოდი. ვა, სანდრო, როგორ ხარ? გამარჯობა. სალომე, როგორ ახარ? სანდრო, როგორ არის? კარგად. გოგო, აბა დასხედი, არ მოგედოთ სალომე, დატყიალდი, მიდი. ბევრი კი არაფერი გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს. თავი იგზელით ისე როგორც საკუთარ სახლში, აბა. შენ ეგრე გძნობ ხო? ესე იგი, ერევნის ამბებს მოგიყვებით, აი სალომეს მოკალ, გაგიჟდა ესე მოეწონა, ხო სალ? შენ ერევანში იყავი, ხო? აბა? ვაიმე, ღორის გრიპი ხوار ჩამოიტანა სანდრო. აუ, არა. კაი, სანდრო, აბა მოყევი, ახლა როგორი ქალაქია ერევანი? აი, ენით აღუწერელი. მართლა? აბა? ესე იგი, ისეთი ქალაქია, იცი რამდენი რაღაცა ვისწავლე, ენა ვისწავლე სომხური. ქართულში მე რევა ხოლმე ხანდახან კაცა. კაცის, მაგრამ ეგ ალბათ დროებითია, მე გამივლის ნელ-ნელაზე. აჯან. ამერია. ხო, შენ არეული ხარ ცოტა. ხო, ახლა ვიცავად. საყარეო. შენ კიდე რა იყო ეს კაპაწკუპი მტკივაყურები. მე მეწოდება მამამისი. კაცია. ხო და ესე იგი ერევანს ვაქებდი და არა, ეს და ესე იგი ისეთი ქალაქია გაგიჟდები, აი თავი ავლაბარში მეგონა ისე მომეწონა. ხო და რას აკეთებდი იქ სანდრო აბა? არაფერს. მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამე ვისწავლე. მაგალითად. აბა. თქვენ არა მომისმინე. თქვენ იცოდით შოთა რუსთაველი სადაური იყო? არიცით. მე მითხრეს იქ. აჰა. და ვინ გითხრა სანდრო? სახელდაგვარი დამავიწყდა ცნობილი სომეხი სომხოლოლოგია. გასაგებია.
იუმორია, იცი რა იუმორია. ანეკდოტს მოგიყვებით ძალიან მაგარს. ესე იგი არტურა და გარიკა მიფრინავენ. ხო და არტურა ეუბნება გარიკას. პრიბორიო. არტურამ 25. გარიკამ ინჩ 25. არტურამ აბა რა ის პრიბორიო? რა ის ესეცოდა? შენ საწოდაო ვის ხელში ხარ? აი, კარგი რა გოგო, კარგი დადე. კი ვაყურები, ო. ჩამა, შენ ჯობია ის მოყევი ქეთევანი როგორ არის? აი, მე ქეთევანი სულ დამავიწყდა რა. რა, ქეთევანი რა, გული არ გამიხეთქო, ხა მითხარი რა. არა, სუდათ არის ქეთუ და დეპრესიაშია, მოწყენილია, რა ვუშველო მოვუკვდი იმას მე. და ჩვენ ვერ უშველით რამეს. გავამხიარულებთ. თქვენ? ხო. კი, კაი აზრია, წამო სანდრო, წამო. ეს სანდრო, ოღონდ ის არტურა და ინჩ არ მოუყვე, ხო? კაცო დაგიჟდება. წამო. ეს არის ცხოვრება. ბავში ბაღში, ცოლი სამსახურში, სიმამრი ბაზარში. აი მუსიკას უნდა მოხადო მე მადლობა რა. ის რა ყოფილიყო მე აქ ხოლმე მიხდებოდი. ფაქტია. ლიანას უნდა უთხრა ერთი ფოტო თუ აქვს იმ მუსიკოს საერთოდ დავყიდოს მადლობა უნდა უხადო. კი. ირაკლიც აღარ დამროხროხებს თავზე? დათუნა! მამ. დათო! დათუნა! ჩემი ხალათი ხო? უი! გინახავს უკვე? რა საკეთებ დათუნა? არაფერს. რატო ადექი ბიჭო ასე ადრე? ჯერ შუა დღეა. როგორ რატო ავდეგი ეს ადრე შუა დღეა? 1000 საქმეა გასაკეთებელი, აბა? არ უნდა მდგარიყავი? უი, ხო. ცოლი უნდა წავიყვანო. კი. მე ბავშვი უნდა წამოვიყვანო. აქ პერია გადასაწმენდი. მე კიდე ესენი ავეჯი გადასაადგილებელი, გადმოსაადგილებელი 1000 საქმეა გასაკეთებელი, დავიყალე. ისე როგორც მე შევაშთე, ჩემს ოთახში ტელევიზორი არ დგას, ხო? არა, შენს ოთახში არ დგას დათუნა. სიგი, ხო, ტელევიზორი არის შესატანი. არა, ყველაფერს წარმოვიდგენდი, რა, ყველაფერს წარმოვიდგენდი. იმასაც კი, რომ აი ნატო მიიღებდა საქართველოს. ხო, მაგრამ ახლა ნატო თუ მიმიღებდა, მე ამათ ყველაფერს წარმოვიდგენდი. ო, ტელევიზორია ისე დათუნა. მაინც სულ სხვა არის შენის თანაკაცი რო შემოვა ოჯახში რა. პირდაპირ განათთა აქაურობა. აბა. რა ხარ ბიჭო რა სიცოცხლე და ხალისი შემოიტანე რა? ხალისი და საოც მე გაოცებული ვარ კაცო. რა საქმიანი ხარ შვილო რა არის ეს? აბა. რა არის რომ შენი ხელიდან არ გამოვიდეს? ხო. ძალიან მარჯვე ხარ, ძალიან მარჯვე და საქმიანი. აბა. მუჭუჭი ხარ. ოჯახის მუჭუჭი. მე გაგიჟებული ვარ პირდაპირ რა. კაბდოლიანა, გიხოცებთ, არ წახვიდეთ რა. გაგეძლეთ რა, კარგად ლაპარაკობთ. მე არა, ისე კი? ვარ. კარგი ხარ, შვილო, კარგი. ვარ. კაი ბიჭი ხარ. კარგი ბიჭი ვარ, კი, საქმიანიც ვარ. ნამდვილად. აბა, რამდენ საქმეს ვაკეთებ? უფრო მეტს გავაკეთებდი. ბევრად მანქანა რომ ყოლოდა მე. და ბევრად უფრო საქმეს. მანქანა გინდა დედიკო? იცი რა დათუნა? ამ ხელფასზე ვერ მოვასწრებ და შემდეგზე გიყიდი. აუცილებლად გიყიდი. კი. რა იყო?
ჰა? სიდედრ. წვენი გინდა? ეხლავე მოგიტან დედიკო, ეხლავე, მოიცა? ერთი ეს გავიტანო, ეხლავე. ცივ. დათუნა, ფეხები ჩამოიღე დედიკო მაგიდიდან. ჩამოვიღე უკვე, საიდან ხედავ, საერთოდ. ჩამოვიღე. აგერ არის? აი შენი წვენი. ალიე ცივია. წვენი მომიტანეთ ხაბატონ ლიანა? ხო, წვენი არ გინდოდა? ასე არ შეიძლება ხაბატონ ლიანა. მე თქვენ ეხლა გამაზარმაცებთ მე თქვენს. გამაზარმაცებთ და გამოგიყვანთ. არ შეიძლება. დათუნა. დიახ. რაღაცა უნდა გთხოვო. ბრძანეთ. გუშინ გაფუჭდა ეს ჩამრთველი. შენი ხელი შევლება უნდა დედიკო და ხო გააკეთებ. აბა რას ვიზავ ხაბატონ ლიანა? მიდი აბა ეხლა, მიდი. თქვენ წასული არ იქნებით, მე რომ ამას გავაკეთებ და გაკეთებ და დაგახვევ. სადილს გავაკეთებ და აუცილებლად. აი ხა დავიწყებ მე უკვე. დავიწყე უკვე. იარაღები სად არის? ვიპოვე ხაბატონ ლიანა, არ შეჭუხდეთ. აჰა, ეს ასე უნდა გავაკეთო. ისე, არც ისე გავაკეთე საქმე. უყური აქ რა ხდება? ვაიმე, რა იყო? დამოგივით. დედა ჩემი სიკვდილი. რა იყო, გეტკინა? თემა დამარტყა ხაბატონ ლიანა. არ მინდა, ხელი არ მოკიდო, არ მინდა, სულ არ ჩავთამაშნებს. არ მინდა. არაფერი. შენ არ გეტკინოს დედა. არა, უნდა მე. შენ შემოგი. ეხა მე დამთავრებინე ეს სადილი. კი ბატონო. მე და შენ ყავა დავლიოთ. ჩვენ რო იცით ისე, ხო? ხო. კაი აბა, კაი. ვა რა კალგასავალო. მე მგონია რომ სიზმარ. ხო, ვაიმე რა ენა აქვს იოზას. უფ, კურიოზია რა, ხო. და რა მინიმრაო. გამარჯობა. დაგირეკავ, ხო. გამარჯობათ. რით შემიძლია დაგეხმარო? აი თქვენთან შარვალი ვიყიდე. ძალიან კარგი. ხოდა გაფუჭებული არ ეხარი გახეული. უნდა გამომიცვალო. გახეული? არა, ეს გახეული კი არ არის. ესეთი მოდელია. რა მოდელი გამომიცვალე და ახალი მომეცით ნორმალური. თქვენ რა ქვიათ? ესო? ბესიკი. კითხვა იცით? კი. იქ ხო წერია, რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღებაო. საწერია და? აი გაიხედეთ, ნახეთ აფთიაქზე. ეგ ჩვენია, ვათხოვეთ მაგათ. ხო. შენაცვალე სახუმაროთ ნამდვილად არ მოსულა. გამომიცვალეთ და ნორმალური მომეცით, თორე ინანებ. მე ვინანებ? ერთი წუთი მეგობარი. აქეთ მოიწვია. ვინ ინანებს? ესეთი საუბარი სიძეს არ უკადრებია და არც საქმროს ძმაო. მოვიდნენ ახლა კუნინძები. უკაცრავ და თქვენ ვინახართ? მიდი აბა უთხარი ვინახარ. მიდი. მე ახლობლის და ძმაო. ჩემი ლაშას ახლობლის შეყვარებულია ძმაო, რა პრობლემა არა მე, ჰა? ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ჩვენსაც მოაგვარებთ რა. ერთი წუთი. გამიგეთ. რას მოაგვარებ ერთი რა? ლაშა გენაცვალ ერთი მე მიმიშვი რა. მე მაქვს აი ამ გოგოსთან საქმე.
ხო და მოვაგვარებ და მე თქვენ მოგხედავთ რა. ერთი წუთით რა, ეხა ერთი წუთით ქალის ჩარევა არ შეიძლება კაცების საქმეში რა. თორე მე ვიცი როგორ გავარკვევდი ამ საქმეს, ხო? მართალია რა გოგონა, გავიდეთ და გარეთ წყნარად ვილაპარაკოთ. კაი ვახურა, არ გინდა რა. არა, თამუნი. შენ თავს ფიცავ, არა? არაფერს არ დაუშავებთ, უბრალოდ გაველაპარაკებით, გავესაუბრებით მეგობარს და ხო, შენ თავს ფიცავარ და კისერი მოგიტეხე. მეგობარო და მათყოფ რაღაცა პრობლემაა ისეთი და გავიდეთ, ჩაუждეთ და ისე ვილაპარაკოთ რა. არა, მოდი მაშინ ხვალ გნახავთ. და როგორც წესია დავილაპარაკოთ რა. შემოგევლი, რაზეა? კარგად იყო. ოჩო, ბიჭებო, როგორი ვაშკაცურები ყავით. მე სათამაშო მეგონა და ნახე რა ჩაატარა. მე რა, ლაშამ დაგინახა გარედან და. აი შესაძოდაო მოტყუებაც არ შეგიძლია რა. შენ კიდე ვაჟბატონო? ხო. ხო, კარგი დაველაპარაკები ქეთუს, ხო? დაი ეხლა რაღაცას გეტყვი და მე არ წამომაძახო. არა, კამბიკო. მე ერთხელ მეც იმდენი დავლიე, რომ მეორე დღეს არ მახსოვდა არაფერი. მეც დავლიე. კარგი ნუ ამათ კი ეხლა თავი. წავედი მე. იმახსოვრე ხო სანდრო, რატო ვართ ეხლა მოსულები? უნდა გავამხიარულოთ ქეთევანი, მაგრამ თავარი სანდრო რა არის ხო გახსოვს არა? აი ეს ნელ-ნელა შეუმჩნევლად უნდა შევაპაროთ, რომ თავის ქმარს შეუგძეს ხო? ოღონდ თამარ მარა გაგვაფრთხილებიც ხო გახსოვს არა? ლაშა არ ახსენოთ საერთოდ, თორე გაგიჟდება მაშინ. ანანო. ხო. სოლი მყავდა და შეყვარებულს შეურიგდი და ამათ ვერ შევარდი. მოდი, ლაშა არ ახსენოთ. მიდი. სანდრო ანანო. მოდით შემოდით, ოღონდ ჩუმად იყავით. ლიდან თავი მისკდება, კიდე ნუ დამიმატებთ. რა, კარგი. ჩვენც მაგიტომ მოვედით, რომ მოგვიყვე რა გამხიარულო, დაგაწნარო. აბა მითხარი, სამტრედია როგორ მოიარე რა ხდებოდა? არა რა. ეს ლაშა როგორ გააგდე? აი ხო ვიცოდი არა, საერთოდ რატო ვაღებდი კარს? არ უნდა გამეყარა. არა, კეთევან, კაი, დაწყნარდე, კაი, რა მოგივიდა შენ კიდე რა გახდა ასეთი დაიმე კეთევან. ე ჩემთვის რო გაეკეთებინა ვინმეს ეგეთი რაღაცა, რაც შენ გაგიკეთა ლაშა? ვაიმე. ეხლა კიდე დაუვლის რა ჩუმი. მორიგეობთ? უი, კეთევან, იცი ჩანთაში მაგ აბას კონცერტის დისკი და უყუროთ, რა ვიცი რა მაგარია, აი როგორ გავერთობით იცი. რა დროს კონცერტია, გამაგებინე, რამე კონცერტება ეხლა მე ანანო. გავარ ეხლა მე თინეიჯერს. ხო, გავს ეხლა ეს თინეიჯერს, შეხედე ერთი რას გავს. მოგიწია რიგმა? კეთევან, კაი რა კეთევან, დაწყნარდი რა დაგემართა რა კეთევან და ერევანზე მოგიყვები ისტორიებს. აუ მოუთმენლად გელოდები, აი მოუთმენლად. იცი რა მაგარია, მიდი გეხოწე. გეხოწე, იცი რომელი ისტორია მოვუყევი. ერევანში ჩახვიდე რომ დაიკარგე. ეგ არ მომაყოლა. გეხოწე რა ჩახვიდე. усმინ, არ მომაყოლა. გეხოწე რა ჩახვიდე. მოვყვები. усმინ, მაგარია. მოვყვების იცი. რა ჩახვიდე რომ დაიკარგე. ბოლო ესე ჩავედი ერევანში და დავიკარგე. კაი რა იხალის რა შენს რა ნახე რა სასაცილო არა ჩვენი სანდრო რა აი კეთევან სანდრო აი უნდა დააყენო და იცინო რა დავდგე ვაიმე რა შაში ვარ რა ვაიმე კაი მესამე ისტორია ხო იდე ერთი ისტორია მაქვს პატარავა რა ბავშვი და მარნეულში წავედი დასასვენებლად. შენ გემოვნება ბავშვობიდან გაქვს. აბა. კაი ისმის. და მოკლედ მარნეულში ვარ და ჩამოვიდა დედაჩემი. მიკიდა ბუშტი. ბუშტი კი არა ჩუსტი. რა ჩუსტი ბუშტი მიყიდა? ჩუსტი.
რა ჩუსტი ანანო დედაჩემმა მიყიდა ბუშტი. ჩუსტი მახსოვს. შენ მე მასწავლი დედაჩემმა რა მიყიდა? ჩუსტი. დედაჩემმა მე მიყიდა. შენ გიყიდა ჩუსტი მე ბუშტი მე. აღარ შემიძლია, რას მოხდით და აღარ შემიძლია წნება მაქვს უკვე რა. ხარი ჩუსტი იყო თქო. რას მოუგნებიან ბუშტებს და რაღაცებს ღიზიანდება უფრო. შენ ნუ მასწავლი მე რა უნდა უთხრა? ხო და რას გიყვებოდი? ესე იგი ახალი ისტორია მაქვს კიდე ერთი. ესე იგი სადა ვარ და ტელევიზორს უყურებ. ტელევიზორს უყურებ. ბოევიქს. ჭხუბებია ინდური. აჰა. ხო მოკვდების იცინეთ. კაცო ეს ლაშა მეუბნება. ვაი. აი მეცდება უფრო და უფრო მოდი გაგიზო მოკეთევანი მოდი ქეთა. ო კაი რა ქეთევანი დაწყნარი და ნუ ნერვი უყურებს ქეთევანი. იცი რა უნდა? აი ქეთევანი უნდა ამოიგდო საერთოდ თავიდან ლაშა. რა უნდა ვქნა? როგორ უნდა ამოვიგდო გამაგებინეთ ანანო თავი და ლაშაი ამ სახლში რასაც ვუყურებ ხო ყველაფერს აი ყველაფერი ლაშიკოს თავს მახსენებს აი ყველაფერი აი შეხედე ლაშა ეს მაგარი იყო ნახე ლაშა მაშინ ქეთევან თუ აგრე ხარ მაშინ და შეურიგდე ამ ლაშას რა და შეურიგდეს ლაშას შენ ამაზე არის შენ როგორ ლაშას დასხედით ეხლა ორივე დასხედით ვის უნდა შეურიგდე გამაგებინე ხალხო ვის იმ ვიგინდა რას ეხლა ორივემ კარგად მომისმინეთ ესე იგი Anano. Sandro. Sandro Anano. Au, ჩამირთეთ რა ის კონცერტი რა მანახეთ ერთი ესა. არ გვინდა. აი გვი კონცერტება. აბარაკენით, ჰა? კეთ როგორ? გავამხიარო. კეთუ, ხო და აი ესე რა. მე ვიფიქრე ბევრი კეთუ, ხო და არ არის ცუდი ბიჭი, ბევრი დალია, უნდა შეურიგდე. რაო? ვის უნდა შეურიგდეს, ა? ვის უნდა შეურიგდეს? რა გიგიდა რომ უნდა შეურიგდეს? დაჭეკია. აკი შეურიგდეს კი, დაჭეკია. ლიანა. ლიკ. ლიკუნ. ხოდათო, რეი. ნატა რომ საძმოა სამსახურით. ნატა გამოვლის ანანოს და მოვა. რაი? არა, ეხლა თუ ეგრეა, მაშინ ისევ თქვენ მოგიწევთ აი პულტის მოწოდება. შენ პულტი. მადლობა. ჩაი ცოტა. დათუნა. ინფორმაციას მაყურებინე რა. აბარა, ეხლა. ეს რა არის ბიჭო? როდის იყო ეხლა შენ ამას უყურებდი, ჰა? ეს არის ბარსელონას თამაში. განმეორებით აჩვენებ. აჰა. ნო, და მომინდა რომ რაღაცნაირად მეყურებინ. არა, რაღაცა ხდება ამ სახლში და რა ხდება, ნეტა ვერაფრით ვერ გავიგე. რაშია საქმე კაცო? თუ რა მომდახობ ირაკლი? ტვინი აქ ხამწეს თავში. ტვინი აქ ამაყა. ეს შეიძლება ეხა ამის შემო. ბუზუ. ირაკლი? ხო არ დაიწყო ეს ფილმი? არ ვიცი მარიკუნა. შენ რას ყურებ? მულტფილმია, მარიკა. ეს სპანჯბობი. დათოს უყვარდა. ხო და სულ მაინტერესებდა მეთქი რატომ მოწონს ეს მულტფილმი, რატომ უყურებს თქო და ნახე მარიკუნა, აი ეს ახლა ჩაარტყა, ეს არის პატრიკი. ასაცილოა. ირაკლი, ბავშვებმა ხო არ გაიღვიძე? ბავშვებმა ნინის ეძინა, მარიამმა გაიღვიძა. თუ პირიქით. რა მშობლობა, რომელმაც გაიღვიძა,
იმას მე ზღაპარი მოუყევი და მე ისევ დაიძინა იმან რომელმაც გაიღვიძა და ახლა ორივეს ძინავს. ანუ არ ღვიძავს ორივეს, ძინავს 7 არის ორივე. კარგი ბიჭი ხარ. მე ჩავალ მაღაზიაში, ხაჭო უნდა ამოვიტანო, ხო? მარიკუნა წადარი ხარ ჩემი დათუჩა. თორე იტყო და შენ რატომ მიდიხარ მარიკა? აგერ ირაკლი რას მიკეთებს უსაქმურია. მაინც არაფერს არ აკეთებს, ჩავიდეს და ამოიტანოსო. ლუდი წამომიღე რა. დათუნა დააძინე ბავშვი? ზღაპარს უყობოდი ჩამეძინე ხა ნატალს. მიდი გეხლეწები რა, ჩაირბინე და პური ამოიტანე. სტადარი ხლა ირაკლი უსაქმურია. ჩაირბინე და ამოიტანე. ბუზუ. რა არის, ჰა? რა ეს ბუზუ. ბუზუ. სიცილი. რა არის სიცილია ბიჭო ეგ რა? აი თქვენ არისით თაბადო ლიანა. ეს არის სოფლიოში ყველაზე მაგარი სიცილი. აბა რა გაცვი ეს? დათუნა რა არის ეს რა? მიყვარს ეს პერანგი. ირაკლი მაჩუკა. არა. რაღაცა ხდება ამ სახში და ვერ გავიგე რა ხდება. ნახე დათოს რა დარჩა. რა. ნე. მომეც მარიკუნა, როგორ მომწონდა ეს დარჩა. თუ დამიტოვა მარიკა, ჰა? მოიცა, უნდა ჩავიცვა რა. მომეცი. და ჩაიცვა? ხო, მომეცი აბა. ცოტა. ნამეხმარე რა. ცოტა პატარა მაქვს, მაგრამ არ უშვებს. დავიკლებ. სხვა დამთავრდა მულტფილმი და გადართე. კარგი რა მარიკუნა, კარგი რა, მომასვენინე რა, გამყრელიძე ლაპარაკობს, ხო ხედავ რა. მერე რა? რა მერე რა მარიკა? რა მერე? დაცო. ხდება ამ საათში ვერ გავიგე რა. ისევ მიდიხარ. ისევ მშორდები. ისევ ეშვება ღამე. აღარა სოდეს ხანდა. და მიბრუნდები ხედავ გითვლიან წა. კაი კაცო გამანები ერთი თავი გააჭირა რაღა შემიძლია. ადარი ეს როხ. არა, დარეკე გამაგებინე რა, როგორ მიხვედი? როგორ დაგხვდენ? რა ხდება? იქნებ ჩემი დახმარება გინდა, როგორ მოეწყე? არ უნდა გამაგებინო, რა ტიპია რა. ალო? ხო დათო? როგორ მიხვედი დათუჩა? ჰა, როგორ დაგხვდენ? ხო არ გაბრაზებენ მან. დათო ხო, რა ხდება? ისა, დათო, ანან როგორ არის? კარგად, აბაზანა გარემონტეთ. ყოჩა, ისა, დათუჩა, არა, რა კარგად იყავი, დათო. არა, რა კარგად იყავი. მოდი ერთი ვიმღეროთ რა, მოდი. ჟუჟუ დაწვიმა. მოვიდა. მოიცა, რა მასხარავა, რა მართლა ვიმღეროთ, დათო. ირაკლი. რა ხდება, ხო კარგად ხარ? მარიკუნა, როგორ ვარ იცი? აი 70-იან წლებში ებრაელები რომ მიდიოდნენ და მთელი უბანი რომ მოწყენილი იყო. აი ასე ვარ რა. წამოდი შენ, ჩემთან ერთად შენც დაგაძინე. წამოდი, დაგაძინე. უნდა დამაძინო? ხო.
აუმარჯოს. როგორ შევთანხმდით მოვედი. როგორ იყო, შიგარხარა. გამარჯობა. მაგარი მოვიფიქრეთ რა. აი, ხლა ეს უნდა ვიდგეთ? შემოდი. ცეცხლივით თაფლიც არ არის მაგ. მოდი. ბიჭო, აბა არაფერი არ მაქვს. აისა და შენთვის შეიძლება? ქეთევანი აღარ გახსოვს? შენ ბიჭო რაღაცა, შედი. შენ რაღაცა. მოდი, რა